მოგესალმებით, ეს არის რეალპოლიტიკას ახალი პოდკასტი კუბა ლიბრე, სადაც კუბის რევოლუციის შესახებ ვისაუბრებთ. მე ზაზა აბაშიძე, რეალპოლიტიკას მთავარი რედაქტორი და გიორგი ხატიაშვილი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება და იქიდან შემოგვიერთდება ხოლმე ახლაც და შემდგომი ეპიზოდების განმავლობაშიც. იმედია გამოგვივა და იმედია მაყურებლისთვის საინტერესო იქნება, რასაც ჩვენ ვილაპარაკებთ. მოდი ვთქვათ, რომ სწორი იქნება ვთქვათ ალბათ, რომ იმედია ამჯერად მაინც გამოგვივა და რატო ვამბობ ამას შეგიძლია შენ თქვა ორი სიტყვით და ასევე შემდგომ რამდენიმე წამი დავუთმოთ იმას თუ რას შეხვდება როგორც მსმენელი ისევე მაყურებელი ამ პოდკასტში, რომლის წამოწყებად ჩვენ განვიზრახეთ კვლავ. ხო, ხელახლა იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ რეინკარნაცია უბრალოდ განახლებული და უკეთესი ჩვენ მქონდა ამის ცდელობა 2020 წელს და 6 წლის წინ. ხო, 6 წლის წინ რამდენი ისე 4 თუ 5 ეპიზოდი გავაკეთეთ. მაგრამ ასე ვთქვათ, ეხლა უფრო აუდიოვიზუალური შესაძლებლობები გაუმჯობესდა და ასევე ინფორმაცია და ინფორმაციის დამუშავებაც გაუმჯობესდა, ასე ვთქვათ და შესაბამისად იმედია რომ ეს ასე ვთქვათ აპგრეიდი ჩვენი პოდკასტის უფრო საინტერესო იქნება. და კიდე ერთი мотиваცია, რომელიც მეც და შენს გქონდა ამ პოდკასტის რეინკარნაციის წინ არის ის, რომ კუბა ხელახლა მოექცა პოლიტიკური ფოკუსის ქვეშ, რადგანაც ამერიკის შეერთებული შტატები ალბათ ბოლო აწლეულების განმავლობაში ყველაზე აქტიურად ცდილობს კუნძულზე პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას. აქედან გამომდინარე შესაძლოა ადამიანი, რომელიც ამ ეპიზოდს მოусმენს ან უყურებს რაღაც პერიოდის შემდგომ, იქ მნიშვნელოვნად განსხვავებული სიტუაცია დახვდეს, ვიდრე ახლა ჩაწერის დღესაა და ჩვენ დღეს ვართ 28 აპრილს 2026 წლისა. ეს არის არსებული სურათები. და ასე შეიძლება ითქვას, რომ 67 წლის მანძილზე ყველაზე მძიმე პერიოდია კუბის რევოლუციისთვის, ხო? აი ის, რა ქვია, Bay of Pigs შეიძლება უფრო იოლი ყოფილიყო, ვიდრე ღორების ყურე. ხო, ღორების ყურე შეიძლება უფრო იოლი ყოფილიყო, ვიდრე დღეს, როდესაც უბრალოდ ქვეყანაში, ანუ ნატურის ასანთები შუქი ენერგია არ არის, ისეთი მდგომარეობაა. კი, და ვინც ახლა გვისმენს, მან შეიძლება არ იცოდეს ღორების ყურე რა არის, ეს იყო ოპერაცია, რომელიც კენედის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებმა განახორციელა წარუმატებლად, თუმცა ჩვენ ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე შემდგომ ეპიზოდებში მივალთ. დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ ზოგადად, რომ ეს ასე ვთქვათ იქნება სერია კუბის შესახებ, სადაც ვისაუბრებთ რევოლუციაზე, თუმცა რევოლუციაზე ვერ ვისაუბრებთ თუ კი იქამდე კონტექსტი არ ავხსენით და დღევანდელი ეპიზოდი სწორედ ამას მიეძღვნება. ასევე გიორგი, შენ მინდა კითხო, დღევანდელ დღეს ადამიანს როცა კუბა ესმის, რა არის პირველი რაც ახსენდება მას, შენი აზრით? ნუ, რა თქმა უნდა, ეს არის, თქვათ, სიგარა, ეს არის რომი, მუსიკა, შეიძლება ბევრს ასევე ის, ნუ, ჩე გევარა, ფიდელ კასტრო, ის რო 50-იანი წლების მანქანებით დადიან, მაგრამ ხო, დაახლოებით ეს არის. სურათი არის ის, რაც რევოლუციის მერე გვახსენდება, ასე ვთქვათ, კუბაზე, არა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კუბის ისტორია არის ძალიან მრავალფეროვანი და ეს არის წინააღმდეგობების ისტორია, მთელი ასე ვთქვათ, 100 წლეულობის განმავლობაში და შენ ერთ-ერთი რამ, რაც ახსენე, არის სიგარა. და მე მინდა რომ ეს ნაწილი დავიმახსოვროთ და ნელ-ნელა დავიწყოთ ასე ვთქვათ, ამ დიდი ისტორიის მოყოლა, რომელიც საბოლოო ჯამში რევოლუციამდე მიგვიყვანს. ალბათ პარადოქსული არის ის, რომ კუბაც აღმოაჩინა იმავე ადამიანმა, რომელმაც დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატები საუბარია კრისტოფორე კოლუმბზე. 1492 წელს 3 გემით მიადგა კუბის სანაპიროს და პირველად სწორედ აქ ეზიარა იგი კუბას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდგომი პერიოდის განმავლობაში იგი კუბას რამდენიმეჯერ 4-ჯერ დაახლოებით დაუბრუნდება. თუმცა როგორც კრისტოფორე კოლუმბს ესპანელები ადმირალ კოლონს უწოდებენ, იგი პირველად სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა და მან როგორც კუბაზე, ასევე ჰაიტიზე დატოვა საკუთარი ამ ექსპედიციის წარმომადგენლები, რომლებიც მოგვიანებით უფრო და უფრო მეტად შეეცდებიან პირადი და ან მხოლოდ პირადი ძალაუფლების გაფართოვებას. სანამ გადავართ მეტ დეტალზე, ალბათ აქ მნიშვნელოვანია ავწეროთ 1492 წლის მდგომარეობით კუბაზე რა სიტუაცია არის. ეს არის კუნძული, არ არის ნახევარკუნძული ნამდვილად, სადაც ცხოვრობს 3 ადგილობრივი ხალხი, ეს არის სიბონის ხალხი, ეს არის ტაინოს ხალხი და ეს არის გუანაჰატაბის ხალხი. ეს ადამიანები როგორც კარიბის ზღვის სხვა კუნძულებზე დაახლოებით მსგავსად ცხოვრობენ, ეთაყვანებიან სხვადასხვა ღმერთებს, ასე ვთქვათ, აქ არის ტრაიბალური წყობა, პოლიტიკურ კონტექსტში პატარ-პატარა, ასე ვთქვათ, ჯგუფებს ყავთ თავიანთი ხელმძღვანელობა და აი ამ კარიბის ზღვისგან განმასხვავებელი კუბაზე, ასე ვთქვათ, არაფერი არ ხდება.
აქედან გამომდინარე დაახლოებით ეკონომიკური და სოციალური სიტუაცია არის ისეთი, რაც ამ ეპოქის პერიოდში შეგვიძლია წარმოვადგინოთ და სწორედ აი ამ კონტექსტში ხვდება მას ეს კონტექსტი ხვდება ქრისტოფორე კოლუმბს კუბაში ფეხის დადგმის დროს და რადგანაც შენ ახსენე სიგარა, მე უნდა გკითხო მაშინ შენ ყველაზე ცნობილი ფირმა კუბიდან არის კოიბა. თუ დაკვირვები ხარ რა არის კოიბას ლოგო, ასე ვთქვათ, რასაც დღეს იყენებენ? თუ არ ვწდები, ადამიანის სახეა, ხო? თუ არ ვწდები. პროფილში. ეს გრძელთმიანი ადამიანი. ალბათ ბევრს მოუწევია ეს სიგარა, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ეს ადამიანი არის ატუე. ესეთი ადამიანი, რომელიც არის კუბის პირველი ეროვნული გმირი, ძალიან უხეშად რო ვთქვათ. ეს არის ფიდელ კასტროს დაბადებამდე 100 წლეულობით ადრე. და მისი მნიშვნელობა კუბის ისტორიაში ძალიან ისეთი გამორჩეული არის. ატუეი ეს იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ჰაიტიზე და მას შემდეგ რაც იქ გამოჩნდა ქრისტოფორე კოლუმბი და მისი ექსპედიცია, განსაკუთრებით კი ალბათ ველასკესი უნდა ვახსენოთ, რომელიც გამოირჩეოდა, ასე ვთქვათ, რომელიც იყო ადამიანი, ვის ხელშიც გადიოდა მთელი ეს პროტექცია ამ ტერიტორიების, მას შემდგომ რაც ესპანელებმა დაიწყეს საკუთარი ძალაუფლების გაფართოება. ატუეი, რომელიც ჰაიტიზე ცხოვრობდა, როგორც უკვე ვახსენეთ, ნახა მან ყველაფერი, რასაც მოგვიანებით ესპანელები კუბაში ჩაიდენდნენ, გულისხმობ იმას, რომ ესპანელების შესვლა არ ყოფილა მარტივი. მათ ადგილობრივ მოსახლეობა ძირითადად აქციეს მონებათ ან ძალიან მძიმე სამუშაოებს ასრულებინებდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი მოკლეს და ჰაიტის შემთხვევაში დაახლოებით როგორც ამბობენ, ეს არის 70-75%, თუმცა ძალიან რთული არის ხამ ციფრების ვალიდურობის დადგენა, თუმცა სურათი არის ასეთი, ესპანელები ჩადიან და იქ ამყარებენ საკუთარ წესრიგს, ამას ამყარებენ ხიშტით, ძალით, სისხლით და ეს ყველაფერი ნახეს ადგილობრივებმა და ვინც მოახერხა, ასე ვთქვათ, გადარჩენა, გარბიან ჰაიტიდან. ერთ-ერთი ასეთი არის ატუეი, რომელიც 1511 წელს კუბაში აღმოჩნდება, გამოექცევა ესპანელების მმართველობას ჰაიტიზე და ჩავა თუ არა იქ იწყებს, ასე ვთქვათ, პროპაგანდას იმის შესახებ, რომ ესპანელების ქვეშ ცხოვრება არ არის მარტივი და რომ კუბელები უნდა მოემზადონ იმ უბედურებისთვის, რაც მათ ელით მომავალში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქრისტოფორე კოლუმბის მიერ კუბის აღმოჩენიდან ამ 1511 წლამდე დაახლოებით არის 20 წლიანი პერიოდი. ეს პერიოდი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის დაძაბულობა, იქიდან გამომდინარე, რომ კუბელებს ესმით, რაც ხდება მათ ირგვლივ, ესპანელების სისასტიკეზე მათ იციან, თუმცა ცხოვრობენ, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად თავისუფლად, თუმცა ატუეის ეს სიტყვები და მისი ეს აქტიური პროპაგანდა ნელ-ნელა ექოს იძენს კუბაზე, თუმცა თავდაპირველად ადგილობრივი ტომები მაინც ნაკლებად იჯერებენ ამ რეალობას და მიიჩნევენ, რომ ცოტა არ იყოს და გაზვიადებულია, თუმცა უკვე 1512 წელს მას შემდეგ, რაც ველასკესი მოადგება კუბას, ადგილობრივები ნახავენ, რომ ყველა ეს სიტყვა, გამოცდილება თუ შთაბეჭდილება, რაც ატუეის ჰქონდა, იყო მართალი. და აქედან გამომდინარე, ნელ-ნელა ეს წინააღმდეგობის მოძრაობა იძენს ძალას და ეს ადამიანები გადიან ტყეში და აწარმოებენ პარტიზანულ ომს უკვე ესპანელების მათ წარმოდგენაში დამპყრობლების წინააღმდეგ. თუ წარმოგიდგენია ისე რა გზებით შეიძლებოდა, ასე ვთქვათ, ეწარმოებინათ ესპანელებს კუნძულის დამორჩილება. შენც ალბათ დამეთანხმები, რომ პირველი ასე ვთქვათ მოგდის, ეს არის სისასტიკე, ხო და ძალიან ისეთი ძიმე პირობები. რა თქმა უნდა, ანუ ჩვენთვის თქვათ ის რიცხვები თუ რამდენი დახვდა კოლუმბს, არ ვიცი ზუსტად, ზოგი ამბობს 12000, ზოგი ამბობს 112000, მაგრამ ჩვენთვის ერთი რამე ცნობილია მეტნაკლებად, რომ უკვე დაახლოებით 100 წელზე ნაკლებ დროში, ხო, 60 წელი იყო დაახლოებით ნაკლები გასული, 1554 წელს კუბაზე დარჩენილი იყო 7000 კაცი. აქედან 660 ესპანელი, 800 მონა და დანარჩენი ის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც გადაურჩა მონობას, ინკვიზიციას, ავადმყოფობებს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ხო, მთელ თქვათ ორივე ამერიკაში ეს ევროპიდან ჩატანილი დაავადებები, რომელთაც იმუნიტეტი არ ჰქონდათ, ხო, ადგილობრივ მოსახლეობას პრაქტიკულად მილიონობით ადამიანი შეიწირა. შესაბამისად გისმენთ. ხო, ბოდიში. შესაბამისად, უკვე ესე იგი კოლუმბის, ასე ვთქვათ, აღმოჩენიდან 60-70 წელიწადში კუბა არის თითქმის ცარიელი კუნძული. ნიშნავენ ეთყობა ესპანელების ისე მძიმე ხელი, თუმცა მაქსიცარიელეს შემდგომ სხვა ადამიანები შეავსებენ რიგი მოვლენების გამო, მაგრამ იქამდე ატუეისო დაუბრუნდეთ, იგი
იბძვის, ასე ვთქვათ, ტყიდან, ბორცვებიდან პარტიზანულ ომს აწარმოებს, სხვათა შორის თავდაპირველად, როგორც ამბობენ, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა ესპანელებს. სამი თვე ციხიდან ვერ გამოდიოდნენ, იმდენად დიდი იყო ეს თავდასხმები და ეფექტური. თუმცა, როგორც ასეთ ისტორიებში ხდება ხოლმე, ხშირად ასეთი ტრაგიკულია დასასრული, ატუეი მისმა თანამებრძოლმა გაყიდა და ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ მოახსენეს კონკისტადორებს, ესპანელებს, რომლებიც ცდილობდნენ კუბის თლიან დაუფლებას. შესაბამისად, მას დაარტყეს წრე და უკვე ყველაფერი განაჩენი აქ უკვე გამოტანილი იყო, თეთრი დროშა აფრიალებული იყო, თუმცა მისი სიკვდილი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რის შემდეგაც მისი სახელი, ასე ვთქვათ, ისტორიას შემორჩა სამუდამოდ და კუბელებისთვის ის ასე სათაყვანებელი ფიგურა გახდა. როგორც ამბობენ, დაკავების შემდგომ ესპანელებმა მას კითხეს, რომ მას ერჩივნა მარტივი სიკვდილი თუ უფრო რთული სიკვდილი. ალბათ გაინტერესებთ ხო ხა ადამიანს როცა კლავენ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გზით მოკლავენ, თუმცა თუ კი დეტალებს ჩავხედავთ, მივხვდებით რომ განსხვავება მართლაც დიდია. ატუეის შესთავაზეს რომ გამხდარიყო ქრისტიანი, რის შემდეგაც მას პირდაპირ მოკლავდნენ, ან იყო მეორე გზა, რომ იგი უარს ამბობდა ქრისტიანობაზე და მას წამებით მოკლავდნენ და წამებით სიკვდილი გულისხმობდა ძელზე გასმას და მის დაწვას, რაც წარმოიდგინეთ ამხელად კიულთან იყო დაკავშირებული. აქ მე კი სანამ ჩვენ ამ პოდკასტს ჩავწერდით ამ ეპიზოდს ფიქრობდი რაღაცნაირად იმიტაცია გავაკეთო, მეთქი, მაგრამ ალბათ დედამიწაზე ადამიანი არ არსებობს, ვინც ატუეის იმიტაციას გააკეთებს, ამიტომ როგორც ამბობენ, მან ესპანელებს უპასუხა, რომ იგი არ აპირებდა ქრისტიანობის მიღებას, რადგანაც თუ კი მას 64-ში ესპანელები ელოდებოდნენ, მას ერჩივნა, რომ ჯოჯოხეთში წასულიყო, შესაბამისად, აი ესე მტკიცეთ გადაწყვიტა, რომ ძელზე გაეკვრათ და დაეწვათ. რის შემდგომაც ატუეიმ ასე ოქროს და მისმა სახელმა ოქროს ასოები შეიძინა კუბის ისტორიაში. დღეს თქვენ შევხვდებით მის სახელობის ქალაქს, მისი სახელობის ლუდს, ნაყინს, სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტებს, სიგარეტს. იგი ყველგან და ყველაფერში არის, როდესაც საუბრობთ კუბაზე და კუბელებისთვის ესეთი გამორჩეული უკვე მითიური ფიგურა არის. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის დასაწყისი აი კუბის მუდმივად რევოლუციური სულისა, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში არაერთხელ გამოვლინებულა, მუდმივად კუბელები ცდილობდნენ, რომ არ შეგუებოდნენ კოლონიალიზმს და ეს იმპულსი, ასე ვთქვათ, ატუეიდან იწყება, სწორედ ეს არის საწყისი წერტილი. აქ შეგვიძლია ალბათ ვთქვათ სულ მალე, რაც ჰაიტიზე მოხდება, გიორგი თუ გინდა გითხარი ორი სიტყვით ასე ვთქვათ, იქ რაბედიელის ადამიანებს, რომლებიც მონებს ფლობდნენ, რადგანაც ამ ისტორიას მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს შემდგომ კუბაზე. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ კუბის ასე ვთქვათ, კოლუმბის მიერ კუბის აღმოჩენიდან 1492 წლიდან 1791 წლამდე კუბა მეტნაკლებად იყო უფრო სატრანზიტო ცენტრი, იმიტომ რომ არც ოქრო და არც თქვათ ვერცხლი, ეს ხა ბედნიერება თუ წყევლა არ აღმოჩენილა კუბაზე, შესაბამისად ეს იყო ძირითადად გემჩენებლობა და სატრანზიტო ცენტრი. არა და ეგონათ რომ ოქრო იყო და ბევრი ეძებეს, თუმცა ვერაფერს ვერ გახდნენ ეს. თუმცა მდგომარეობა იცვლება, როცა 1791 წელს ხდება მონათა აჯანყება ჰაიტიზე და 400,000 მონა განთავისუფლდება და ასე ვთქვათ ჩერდება, ასე ვთქვათ, შაქრის წარმოება ჰაიტიზე, ხო? და მთელი ყურადღება გადმოდის კუბაზე და კუბა იწყებს, ასე ვთქვათ, წარმოქმნას როგორც უდიდესი შაქრის პლანტაცია, ასე ვთქვათ, ხო, კუნძული როგორც შაქრის პლანტაცია. იქ ჩვენ გვაქვს თამბაქო, იქ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა, მაგრამ ძირითადად ეს არის შაქრის პლანტაცია. პრინციპში თამბაქო იყო იქამდე, რასაც აკეთებდნენ ძირი და გემჩენებლობა, ისიც ძალიან მოგძალებულად, ასე ვთქვათ, და მთლიანად შაქარზე გადადიან, რადგანაც უფრო კონკურენტუნარიანი ხდება კუბა მოცემული პირობებიდან გამომდინარე. კი ბატონო, იყო დრო ყავაც ჰქონდათ, მაგრამ მე ასე ვთქვათ, ბრაზილიამ დაძირა კუბის ყავის ესეთი პოტენციალი და ყავაპელე. თქვათ, ისტორიაში ჩვენ გვაქვს ქვეყნები, რომლის დგენელი არის ბუნებრივი რესურსი, ხო, უფრო ეს ნავთობზე გვახსენდება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ შაქრის გარეშე კუბა არ იქნებოდა. ეს არის, ესე ვთქვათ, სახელმწიფოს, მე ჩვენ ვილაპარაკებთ კუბის ნაციონალიზმის, კუბის წინააღმდეგობის, კუბის ისტორიის. პირველ მსოფლიო ომს საერთოდაც შაქარი ხდება ნავთობი კუბისთვის, ხო, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება, ანუ კუბა გადადის შაქარზე, როგორც შენ. კი ბატონო. და კუბის ასე ვთქვათ, ეთნიკური შემადგენლობაც ამ შაქრის გამოა, ხო? ჩვენ ვილაპარაკებთ მონობაზე და რომ ლათინურ ამერიკაში ყველაზე დიდი ასე ვთქვათ მონათმფლობელური კოლონია იყო, ესეც თავიდან ბოლომდე განპირობებულია შაქრით და იწყება ასე ვთქვათ შაქრის წარმოება. ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა თითქმის აღარ არის, ხო? ეს უკვე პირველ 50 წელიწადში შაქრის წარმოება
იძულებულს ხდის კრეოლებს და ვთქვათ ვინ არიან ეს კრეოლები. კრეოლები არიან ესპანელი, ვთქვათ, ესე იგი კონკისტადორების და ესპანეთთან ჩამოსული ხალხის შთამომავლები. ანუ თეთრკანიანები, რომლებიც დაიბადნენ კუბაზე. და აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანები შემდგომში დიდ როლს შეასრულებენ განთავისუფლებისთვის წარმოებულ ომში, თუმცა ეს უკვე ეს ჯერ საწყისი პერიოდი არის, ასე ვთქვათ, კრეოლები მნიშვნელოვანია, როგორც კლასი. რადგანაც ჩაქრის ბიზნესის მონოპოლია ძირითადად სწორედ კრეოლების ხელში არის, თუ სწორედ ვამბობ და მეთანხმები. და ესე იგი კრეოლები იძულებული ხდებიან, ну იძულებული, იმიტომ რომ ხა მუშახელი სჭირდება თან უფასო. და იწყება კუბაზე, ასე ვთქვათ, ეს ტრანსატლანტიკური მონათა ვაჭრობა, ხო, რომლის შედეგადაც საერთო ჯამში 200 წლის მანძილზე შემოყვანილია 800,000 მონა, რაც ორჯერად, რო წარმოვიდგინოთ მასშტაბი კუბის მონობის, ორჯერ აღემატება იმ მონათა რაოდენობას, რომელიც მთლიანად ამერიკის შეერთებულ შტატებშია შემოყვანილი 400 წლის მანძილზე. კუბა გახდათ კუბა და ბრაზილია არიან ორი ბოლო ესეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო, რომელმაც მონობა გააუქმეს და შესაბამისად უდიდესი, ასე ვთქვათ, დაღი დაასვა მონობამ კუბას და შემდეგი ეს რევოლუციური მოძრაობებიც, ასე ვთქვათ, წარიმართებოდა მონობასთან მიმართებაში. იქნებოდა ეს გათავისუფლება, არ იქნებოდა და ასე შემდეგ. კი, ჩვენ კი დავიწყეთ მე-15 საუკუნიდან, მაგრამ ამასობაში, რა თქმა უნდა, ამ ეპიზოდში დეტალებს სამწუხაროდ ვერ გავწვდებით ყველაფერს და ამასობაში მივადექით მე-19 საუკუნეს. მნიშვნელოვანი ორი მდგენელი აქ არის ის, რომ ერთი შაქარზე გადასვლა და მეორე აი მონობის როგორც ინსტიტუციის, ასე ვთქვათ, საფუძვლად გახდა ყველა ეკონომიკური საქმიანობისა, რაც კუბაზე მიმდინარეობს. აქ მე მგონი დროული იქნება იმის თქმა, რომ ამასობაში იზრდება ამერიკის შეერთებული შტატებიც, ხო, ამერიკა როგორც სახელმწიფო ჩამოყალიბებას ასრულებს, ასე ვთქვათ, გადადგმული აქვს პირველი ნაბიჯები. გარდა ამისა, შენ ახსენე კრეოლები და უნდა ვთქვათ, რომ ჰაიტიზე შაქრის ინდუსტრიის განადგურება, რამაც გამოიწვია შემდგომში ამ ინდუსტრიის აღორძინება კუბაში, შექმნა ერთი მნიშვნელოვანი სოციალური მოვლენა. ჩვენ მივიღეთ, ასე ვთქვათ, ჩაქრის ოლიგარქია, ადამიანები, რომელთა ხელშიც არის მთელი ეს, ასე ვთქვათ, რესურსები, რომელიც უკავშირდება შაქარს და როდესაც ამ შემთხვევაში შაქარზეა საუბარი, პრაქტიკულად ქვეყნის ეკონომიკაზე არის აქ საუბარი მთლიანად, საუბარი არის მონებზე, საუბარი არის კერძო საკუთრებაში, შესაბამისად არიან ადამიანები ძალიან მცირე რაოდენობის, რომლებიც ფლობენ ყველაფერს და უმრავლესი ადამიანები კუნძულზე მცხოვრებლებისა, რომელთა ხელშიც არაფერი არ არის და პრაქტიკულად ისინი ამ ადამიანების კრეოლების კეთილ ნებაზე არიან დამოკიდებული. შესაბამისად, აი ეს სურათი მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ, მათ შორის იმ კონტექსტში უნდა დავინახოთ, რომ კუბა შემდგომი პროცესების განმავლობაში იქნება ბოლო ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა, რომელიც მიიღებს დამოუკიდებლობას ესპანეთისგან და აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც თვალსაზრისით ფინანსური სტაბილურობა, რადგანაც ჩაქრის ბიზნესი მომგებიანი იყო და ამან მეორე მხრივ სიღარიბე შეცვალა გარკვეული სიმდიდრით. ნაკლებად მნიშვნელოვანი კუნძული კუბა გახადა ესპანეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კუნძულად ფოკუსში მოაქცია ძალიან ბევრი ჯარისკაცი, ძალიან ბევრი დამკვირვებელი, ან უბრალოდ ახალი მოსახლე ჩადიოდა. შესაბამისად, აი ამ ახალმა პრიზმამ კუბა ცოტა არ იყოს და გააზარმაცა აი ლათინურ ქვეყნებში წარმოებული დამოუკიდებლობისთვის ომების კონტექსტში და ყველაზე გვიან მიიღებს ამ, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობას ესპანეთიდან, თუმცა ეს არის შემდგომი პერიოდი. იქამდე კი შეგვიძლია ითქვას, რომ ჩვენ ალბათ ნელ-ნელა გადავდივართ 10 წლიან ომზე, პირველი ომი, რომელიც კუბელებმა გამართეს დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ აი ამ ომამდე ვხედავთ ამ სოციო-ეკონომიკურ სიტუაციას, ასევე უნდა ვთქვათ, რომ კუბა არის სანახევროდ განვითარებული. მთელი ეს პლანტაციები და ეკონომიკური, ასე ვთქვათ, აქტივობა არის კუბის დასავლეთით, ჰავანასა და მის ირგვლივ, ხოლო აღმოსავლეთი არის უკიდურესად ღარიბი. აქ შედარებით ნაკლებიც არის, ასე ვთქვათ, ესპანელების კონტროლი, უფრო ნაკლებად ჩანან ისინი და აი ეს არის კონტექსტი, ასე ვთქვათ, რომელიც პრაქტიკულად ეს ქვეყანა ორად არის გაყოფილი, თუ კი გულისხმობ სოციალურ და ეკონომიკურ სურათს. და აქ უკვე მნიშვნელოვანი არის კუბური ნაციონალიზმის გამოგვიძებასთან ერთად აი ეს პრეტექსტი, რაც 10 წლიან ომამდე არსებობს და შემდგომ შეგვიძლია უკვე გადავიდეთ, ხო, ალბათ 10 წლიან ომზეც. შენ ახსენე, რომ კუბა არ უერთდება 1810-იან წლებში ამ ბოლივარიანულ რევოლუციას, ასე ვთქვათ, ხო? და რატო? იმიტომ რომ
მაგ დროს, თქვათ, პლანტატორებს და მკრეულ ელიტას მიაჩნდა, რომ ესპანეთი იყო უმჯობესი, იმიტომ რომ ესპანეთი დაიცავდა მონობას, ხო? მათ ჰაიტის გამოცდილებით მათ მიაჩნდათ, რომ თავისუფლება გაანადგურებდა მათ ეკონომიკურ ინტერესებს. თუმცა, უკვე 1860-იანი წლების ბოლოსთვის ეს მიმართება იცვლება. ნაწილ მოსახლეობაში მაინც. ხო, ელიტა, რომელიც ასე ვთქვათ, აწარმოებს ყველა ქვეყანაში, ხო, ელიტა აწარმოებს ნაციონალიზმს. ელიტა ხვდება, რომ მას სჭირდება მეტი კონტროლი თავის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მომავალზე და უკვე ესპანეთი იმის მაგალითად, რომ მოგვევლინოს დამცველად ამ ელიტების ინტერესების პირიქით წინაღობად გვევლინება, ხო? 1867 წელს ესპანეთი გადასახადებს უწესებს კუბას და 1868 წელს ამხობენ ისაბელა მეორეს. და ეს ხდება, ასე ვთქვათ, ესპანეთის დედოფალს, ეს ხდება, ასე ვთქვათ, ტრიგერი, რის შედეგადაც კუბაში იწყება პირველი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომი 1868 წელს. ცოტა მეტი რო ვთქვათ, შენ ახსენე ესპანეთში მიმდინარე ამბები, მაგრამ მაინც ეს მნიშვნელოვანი საკითხია. კუბაში, ასე ვთქვათ, კუბური ნაციონალიზმი თუ შეგვიძლია რომ ასე უწოდოთ, ეს მარცვლები უკვე არსებობს და ნიადაგი არის. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ასეთ გამოვლინებას, ასე ვთქვათ, სჭირდება სწორი დრო და სწორი სიტუაცია. ის რომ პროტექტორატ ქვეყანაში, ესპანეთში და უშუალოდ მადრიდში იწყება პოლიტიკური კრიზისი, ეს იყო დიდი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა კუბელების და რა მოხდა ხო მადრიდში აქ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ რომ 1968 წლის 18 სექტემბერს მადრიდში ასე ვთქვათ სამეფო ტახტს აუჯანყდნენ და აჯანყებულები ეს იყო საზღვაო ოფიცრები იყვნენ და ისინი აჯანყების გამოცხადებიდან 10 დღის შემდგომ უკვე მადრიდში იქნებიან და იქიდან ახალ ლიბერალურ პრინციპებზე დაფუძნებულ ესპანეთის რესპუბლიკას გამოაცხადებენ შესაბამისად მადრიდში ქაოსის ასე ვთქვათ წარმოქმნამ შანსი მისცა კუბელებს იმ ადამიანებს სწორედ ვინც კუბაში ნაწილ ადამიანებისა ვინც უკვე დამოუკიდებლობაზე ფიქრობდნენ რომ საკუთარი იარაღიდან გაესროლოთ მოდი ესე ვთქვათ და იწყება კიდეც ხო დაახლოებით ერთ თვეში არის თუ სწორედ მახსოვს უკვე კუბაში დამოუკიდებლობის პირველი ომი ოფიციალურად გამოცხადებული მოსავლეთში, ანუ როგორც ესპანურად ეს ორიენტეს პროვინციაში, მანუელ სესპედესი, ესე ვთქვათ, ეს მოხანიშნით სახელი და გვარი არის. ნამდვილად ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი 1868 წლის 10 ოქტომბერს კრებს თავის მონებს, ანუ ესეც აღსანიშნავია, რომ ეს იყო პლანტატორი, მონათფლობელი და ეუბნება, რომ თქვენ ხართ თავისუფლები, შემომიერთდით კუბის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. კუბა ცხადდება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ხოლო მონები, ასე ვთქვათ, ხდებიან, ასე ვთქვათ, არმიის წევრები და ჯარისკაცები, ხო? ესე იგი პარტიზანული არმია იქმნება და იწყება, ასე ვთქვათ, ის, რასაც ჩვენ უწოდებთ 10 წლიან ომს, რომლის დროსაც, ასე ვთქვათ, კუბური ნაციონალიზმის ბევრი ასე ვთქვათ, იქნება ეს დროშა, ის იქნება ჰიმნი, რაც დღეს კუბას აქვს, ეს ყველაფერი ჩაისახა აი ამ 10 წლიანი ომის დროს. კი, აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვიცი, ალბათ ეს გაზვიადებულია, სადღაც წავიკითხე კიდეც, რომ მანუელ სესპადესმა ზარი დარეკა და ამ მონებს ეგონათ, რომ მას მუშაობისთვის მოიხმობდნენ მათ, თუმცა სესპადესმა უთხრა, რომ დროა დაყაროთ თქვენი ინსტრუმენტები და გახდეთ თავისუფალი ადამიანები. ეს, რა თქმა უნდა, ცოტა არ იყოს და პროზაული ვერსია იმ მოვლენისა, რაც უკავშირდება მანუელ სესპადესის მიერ საკუთარი რანჩოდან დამოუკიდებლობის გამოცხადებას, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. და ეს დეტალი პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ისეთი დღევანდელობაში ძალიან იშვიათი არის და რაღაც ცოტა შუა საუკუნეების რაინდული აი სულისკვეთების ქმედებასაც შეიძლება მივამსგავსოთ. სესპადესი სრულად აცნობიერებს, რომ მისი მთელი ძალაუფლება დაფუძნებულია მონებზე. მისი ასე ვთქვათ ეკონომიკური წარმატება უკავშირდება იმ სისტემას, რომელსაც ესპანელები იცავენ, თუმცა იგი ამბობს, რომ ეს ყველაფერი გუშინდელი დღეა. დამოუკიდებლობა უფრო მეტი არის ვიდრე ეკონომიკური სარგებელი და ვიდრე პირადი ბენეფიტები. მეტიც მისი სიტყვები და ეს არის გრიტო დე იარა ეს მიმართვა, რომელსაც შემდგომში ისტორია შემოინახავს, სწორედ ამ სახელით არის ცნობილი. სესპადესი ასე მიმართავს თავის მონებს, რომ ჩვენი მიზანია გავისიგზეგანოთ თავისუფლება, რისთვისაც ღმერთმა ადამიანის შექმნა. ყველა ადამიანი თანასწორად მიიჩნევა, მათ შორის ესპანელებიც. თუ კი ისინი დარჩებიან და მშვიდობიან თანაცხოვრების გზას აირჩევენ.
ეს იყო ასე ვთქვათ ის მნიშვნელოვანი ნაკვესი მისი გამოსვლიდან და ეს გამოსვლა არც თუ ისე პატარა არის. იგი ასევე ამბობს, რომ კუბა უნდა იყოს მულტიეთნიკური სახელმწიფო, სადაც მცირე ელიტას არ ექნება ასე ვთქვათ ხელში ჩაგდებული მთელი ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები, ანუ ცოტა არ იყოს და ესა ეგალიტარიანული და სახალხოებაზე დაფუძნებული და საკმაოდ პროგრესული იმ დროისთვის აზრები ჰქონდა სესპადეს. მაგრამ სესპედესი ეჯახება მთავარ პრობლემას, რაც არის ის, რომ ერთის მხრივ მისი მეამბოხეთა არმია წვავს პლანტაციებს და მოუწოდებს მონებს, ათავისუფლებს მონებს, რომელიც მერე ჯარისკაცები ხდებიან, მეორეს მხრივ იმისთვის, რომ მან პლანტატორული ელიტის მხარდაჭერა შეინარჩუნოს, ის მას პირდება, რომ ჩვენ მონობას გავაუქმებთ ეტაპობრივად კომპენსაციის გადახდით. ანუ რეალურად აჯანყება არ არის შეთანხმებული მონობის საკითხზე. ეს პრობლემა საბოლოოდ დაღუპავს ამ მოძრაობას, იმიტომ რომ ამერიკის სამოქალაქო ომი ახლახანს დასრულებულია, ამერიკას არანაირი სურვილი არ აქვს დაუჭიროს ხარს მოძრაობას, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა რა უქნას მონობას და რეალურად ესპანეთის საბოლოოდ 70000 ჯარისკაცს გადასხავს კუნძულზე და 1878 წლისთვის თლიანად თქვათ ჩაახშობს და დააშოშმინებს კუნძულს. სესპედესი იღუპება 1874 წელს და ასე თქვათ ეს პირველი ნაპერწკალი კუბის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის აქ ჩაქრება. თუმცა სესპადესის დაღუპვიდან კიდევ 4 წელი იბრძვის ასე ვთქვათ ეს აჯანყებულთა ჯგუფი. სესპადესი მართლაც იღუპება მთაში, კუბაში თიან რეგიონში მარტო და მარტოობაში იმიტომ მოუხდა დაღუპვა, რომ მას საკუთარ ასე ვთქვათ თანამებრძოლებთან ჰქონდა კონფლიქტი, როგორც ყველა ასეთი მოძრაობა ამ შემთხვევაშიც სახეზე იყო შიდა ფრაქციები, ერთმანეთის მიმართ დობის არარსებობა, ეს ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები და ბოლოს მას ასე ვთქვათ გამოაგდეს რთული სათქმელია, მაგრამ ადამიანმა რომელმაც რევოლუცია დაიწყო, საკუთარი რევოლუციური ჯგუფიდან მოკვეთეს და იგი მთაში არის გადააყენეს ჯერ, შემდგომ მოკვეთეს და მთაში ბავშვებს ასწავლიდა წერა-კითხვას და ასე ვთქვათ საზოგადოებრივი საქმეებით იყო დაკავებული, რა დროსაც ესპანელმა ჯარისკაცებმა ჩაიგდეს ხელში და მან დანებების ნაცვლად შეწინააღმდეგება არჩია. კიდე ერთი დეტალი არის ესპადესზე და შეგვიძლია შემდგომ გავახსენოთ, გავაგრძელოთ. ატუეის არ იყოს, ისიც ოქროს ასოებით არის კუბის ისტორიაში ჩაწერილი, მათ შორის იმიტომ, რომ ესპანელებმა თავდაპირველად მისი შვილი ოსკარ სესპადესი აიყვანეს ბრძეულად, რადგან მამამისის ქმედებები შეეჩერებინათ და სთავაზობდნენ თუ კი ამ რევოლუციას შეწყვეტდა მის შვილს ოსკარ სესპადესს გაუშვებდნენ, თუმცა ძალიან პრინციპული აღმოჩნდა მამა სესპადესი და ეს პრინციპულობა მას საკუთარი შვილის სიცოცხლეთაც კი დაუჯდა. ეს იყო ყველაფერს თავისი პაატა სააკაძე ყავს ასე. შეგვიძლია მეც გამახსენდა, როდესაც აი ამ ნაწილს ვინიშნავდი დღევანდელი პოდკასტისთვის, როგორც პერსონალურ დონეზე, ასე ვთქვათ, ასევე ზოგადად სესპადესისთვის ძალიან ისეთი მტკივნეული აღმოჩნდა პირველი ომი, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიწყო 1868 წელს და დასრულდა 1878 წელს. 10 წლის განმავლობაში პრინციპში ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია წარმატებას, მაგრამ მაინც ალბათ უფრო მეტად გამარჯვებულები აღმოჩნდნენ ესპანელები, თუმცა ეს იყო მომაკვდინებელი ომი, რადგან ეს დაახლოებით 200,000 ადამიანი დაიღუპა ამ ომის განმავლობაში. შენ საუბრობდი მიზეზებზე და აქ ერთი წამით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პლანტატორების დიდმა ნაწილმა უარი თქვა აჯანყებაში ჩართულობაზე, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც ჰავანაში ან დასავლეთით ცხოვრობდნენ, მათ არჩიეს ესპანელებთან თანაცხოვრობა პირადი, ასე ვთქვათ, სარგებლის სანაცვლოდ. გარდა ამისა, ძალიან მცირე იყო თეთრკანიანთა მონაწილეობა ამ ასე ვთქვათ რეზისტენსში და ესეც იყო მიზეზი, ხო, ძირითადად ასე ვთქვათ შავკანიანები და ის ყველაზე დაჩაგრული ადამიანები იყვნენ ჯარისკაცები, რომლებიც იბრძოდნენ, ხოლო საშუალო კლასი და მაღალი კლასი მაინც უფრო მეტად განზე დარჩა. ეს არის ასე ვთქვათ საბოლოო ჯამში სურათი, რაც ჩვენ მივიღეთ და შემდგომ ეს ომი მთავრდება ზანჟონის შეთანხმებით, სადაც ესპანელები ერთის მხრივ აცხადებენ და უარს წყვეტენ საქმის წარმოებას აჯანყებულებზე და ასევე იღებენ ვალდებულებას, რომ გაზრდიან კუბის ავტონომიას, მათ მისცემენ საკუთარ პარლამენტში წარმომადგენლობას, საუბარი არის ესპანეთის პარლამენტზე, ასევე მეტ ფისკალურ დამოუკიდებლობას და ყველა მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, რაც ჰქონდათ აჯანყებულებს და აქ საუბარი არის მონობაზეც, მონობის ასე ვთქვათ, ჩანაცვლებითი გაუქმება, პერიოდული, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა გაუქმება, თუმცა მოგეხსენებათ, დამპყრობლები ხშირად საკუთარ სიტყვებს არ ასრულებენ ხოლმე. აქედან გამომდინარე, ამ სიტყვების დიდი ნაწილიც ჰაერში დარჩა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა. ესპანეთის მშვიდობის დროს უდგება ეს პრობლემა, რომ
მეამბოხეთა არმიაში მონაწილე თქვა შავკანიანები ის მონობაში ვერ დააბრუნებს უბრალოდ იმიტომ რომ ეშინია რომ ახალი ომი დაიწყოს. შესაბამისად უკვე 1879 წელს ესპანეთი 16000 ყოფილ მეამბოხეთა არმიაში მონაწილე შავკანიანს ათავისუფლებს და იწყება როგორც შენაღმისე ეტაპობრივი გაუქმება. მონობა კარგავს ეკონომიკურ საფუძველს, ამ დროს ხდება სხვათა შორის აზიიდან ბევრი ემიგრანტის შემოსვლა და 1886 წელს 60 წლით გვიან ვიდრე მრავალ ლათინო ამერიკულ ქვეყანაში და ვიცით რომ ამერიკაში მონობა 1865 წელს გაუქმდა, პრაქტიკულად კუბა და ბრაზილია უკანასკნელი ორი მოხიკანი 1886 წელს საბოლოოდ უქმდება მონობა კუბაში და უნდა გვესმოდეს რომ თქვათ ესე იგი კონტექსტი პიკში თქვათ 1851 წელს კუბის მოსახლეობის 53% იყო მონა. ეს არის უზარმაზარი რიცხვი და დღემდე ასე ვთქვათ ის რომ ვთქვათ კუბის მოსახლეობა არის მრავალეთნიკური და მრავალრასობრივი, ეს არის ეს შედეგი, რომელიც დღემდე არსებობს კუბაზე. ამ ასე ვთქვათ, აი შაქრის ინდუსტრიის განვითარების შედეგი არის, რაც ამ დემოგრაფიული მდგომარეობა, განაპირობა და დღემდე თავარი დეტერმინანტი არის, ხო, როდესაც კუბაზე ვსაუბრობთ. სანამ ჩვენ ამასობაში უახლოვდებით დამოუკიდებლობის მეორე ბრძოლას, რომელიც კიდევაც უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემი აზრით, მაგრამ სანამ ამას მიუახლოვდებით, უნდა ვთქვათ, რომ პირველი ეს 10 წლიანი ომი იყო გამორჩეული ერთი მნიშვნელოვანი ასპექტიდაც. ამ ომში იბრძოდა ახალგაზრდა ხოსე მარტი, რომელიც შემდგომში გახდება ალბათ ფიდელ კასტრომდე კუბის მთავარი, კუბის ილია ჭავჭავაძე, როგორც ჩვენ ასე დაგვირქმევია. თან პოეტი იყო. პოეტი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი შეგვიძლია ვთქვათ, ასევე ანტონიო მასეო, რომელიც არის მნიშვნელოვანი სამხედრო პირი, შემდგომში მან მიიღო კუბის პირველ დამოუკიდებლობის ბრძოლაში მონაწილეობა, ასევე მას მოუწევს ემიგრაციაში წასვლა, თუმცა უკვე მნიშვნელობას შეიძენს მეორე ომში და კიდე ერთი არის კამპოსი, რომელმაც სხვათა შორის კუბის პირველი 10 წლიანი ომის დროს იგი იყო მარტო, რომელმაც გადაწყვიტა, რომ არ ასე ვთქვათ შეერთებოდა აი ამ ზანჟონის შეთანხმებას და მან არ მიიღო ეს პირობები და ამან უბრალო ხალხში იგი გმირად აქცია. აი ეს სამი ადამიანი, რომლებიც ასე ვთქვათ, საკუთარ ძალებს მოსინჯავენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში 1868 წელს, შემდგომში უკვე ძალიან მნიშვნელოვან ფიგურებად მოგვევლინებიან. თუმცა არა, პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნელ-ნელა მე აქ უკვე მნიშვნელოვანი მე დავამატებდი, რომ ასე ვთქვათ, კუბის უტუმიქავა, ხო? გილერმო მონკადა, რომლის ასე ვთქვათ, ყაზარმები მერე უკვე მსოფლიო მნიშვნელობის სახელს შეიძენს, ეს ასევე ამ 10 წლიანი ომის დროს, ესე ვთქვათ, ესე იგი შავკანიანი დურგალი, რომელიც რევოლუციური არმიის ერთ-ერთ სათავეში მოექცა. შესაბამისად, კარგი პარალელი იყო, რაც გაიხსენა. შესაბამისად, ამ ომმა შვა კუბური ნაციონალიზმი. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ ომმა შვა კუბური ნაციონალიზმი, თვით შეგნება, რომ ჩვენ ესპანელები არ ვართ, რომ ესპანეთი სხვაა და ჩვენ სხვა ვართ. ეს პრაქტიკულად ჩამოყალიბდა და საფუძველი ჩაეყარა. ამის მაგალითი არის ის, რომ ომის დამთავრებიდან 1 წლის თავზე ეს ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანი არის უკვე დღევანდელი გადმოსახედიდან, მაგრამ ლა გერა ჩიკიტა, ესე ქვია იმ პატარა ომს, რომელიც იყო ომის 1 წლის განმავლობაში. ამან ესპანელებმა ძალიან მარტივად მოიგერიეს აჯანყებულები, თუმცა ამან ანახა, რომ ეს წინააღმდეგობის მოძრაობა და ეს სულისკვეთება არსად წასულა. შესაბამისად, აი მართლაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10 წლიანმა ომმა საფუძველი დაუდო და სესპადესის ამ დეკლარაციამ საფუძველი დაუდო კუბის შემდგომ თავისუფლებას, რომელიც პრინციპში უკვე რომელთანაც ახლოს ვართ, რადგანაც გადავდივართ ჩვენ კუბის ესეთ მეორე მნიშვნელოვან ბრძოლაზე ესპანელების წინააღმდეგ. აქ მე რა ვიცი დიდი ხნის განმავლობაში შენი მიმართება ხოსე მარტისთან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხოსე მარტი და მეორე ომი ესპანელების წინააღმდეგ, ეს არის ორი მნიშვნელოვანი პარალელური ასპექტი, რომელზეც ალბათ უნდა ვისაუბროთ, რადგანაც ამ პიროვნების გარეშე რთულია ამ ომის აღწერა, რა თქმა უნდა, სხვებთან ერთად ანტონიო მასეო და კამპოსი, ეს სამხედროები, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას. ხო, 1878 წლის ასე ვთქვათ მარცხის შემდეგ მარტი გადადის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, ის ასე ვთქვათ იქ ასე ვთქვათ ლექსებს წერს, არის პუბლიცისტი და ასე ვთქვათ ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ კუბა გახდეს დამოუკიდებელი
და 1895 წელს მარტი ბრუნდება და იწყება მეორე ომი დამოუკიდებლობისთვის. თუმცა ერთი წამით მე შეგაჩერებ ის რომ სანამ ამერიკაში წავიდოდა ალბათ მაინც ის უნდა ვთქვათ რომ იქამდე 6 წელი მიუსაჯეს კარიერზე მუშაობდა სადაც ჯანმრთელობა გაინადგურა და შემდგომ გააძევეს ესპანეთში და ეს გაძევება მისთვის აღმოჩნდა საჩუქარი რადგანაც იქ განათლება მიიღო იურისტის და ამავდროულად ეს დღეს როგორც ეძახიან ნეტვორკი აი ეს ქსელი ასე ვთქვათ გაიფართოვა რის შემდგომაც გადადის უკვე ამერიკაში იცვლის სხვადასხვა ქვეყნებს მათ შორის მექსიკას და ბოლოს ნიუ-იორკში ფუძდება სადაც 15 წელს გაატარებს და ეს მართლაც ფუნდამენტური არის მექსიკა ასე ვთქვათ ესე იგი როგორც ეს სატრანზიტო პუნქტი მერეც შეხვდება ამერიკის კუბის ისტორიაში აქ ერთი რამე უნდა ვთქვა რომ აი ეს მეორე დამოუკიდებლობის ომი გადაჯაჭვული ასევე იმასთან რომ იზრდება ამერიკის ინტერესი ასე ვთქვათ ამერიკის მზერა ასე ვთქვათ კუბისკენ იხედება იმიტომ რომ ისტორიის მანძილზე სხვათა შორის ამერიკის ინტერესი კუბაში, თქვათ ამერიკის სამოქალაქო ომამდე იყო კუბის ანექსია. განიხილებოდა ორჯერ მინიმუმ კუბის ანექსია იმისთვის, რომ დაემატებინათ მონათმფლობელური შტატი, თქვათ და სენატში, თქვათ 2 ხმით მეტი ქონოდათ მონათმფლობელებს და მონათმფლობელურ ინტერესებს. რა თქმა უნდა, ამერიკის სამოქალაქო ომმა ეს საკითხი, თქვათ, მოკლა და ამის შემდეგ გვაქვს ასე ვთქვათ ეს შაქრის იმპორტი, რომელიც ვთქვათ უკვე 1860-იან წლებისთვის კუბის შაქრის ნახევარი ამერიკაში გადიოდა და ანუ ეკონომიკური ბმა სერიოზულია და ამ ხრივ როცა მონობა გაუქმდა და კაპიტალი ასე ვთქვათ ამერიკიდან მოდის, კრეოლურ ელიტას არანაირი ინტერესი რომ ესპანეთისთან რამე ბმა ჰქონოდა აღარ გააჩნდა. გრენლანდიის არ იყოს ყიდვაც უნდათ კუბის რამდენიმეჯერ და ეგეც არ გამოუვიდოთ. ყიდვაც უნდათ და ასე ვთქვათ შემდეგშიც აი ომამდე ვთქვათ უკანასკნელი ვთქვათ ნაბიჯი იქნება უილიამ მაკინლის რომ $300 მილიონ მომეცით კუბა, რასაც ესპანეთი უარს იტყვის, მაგრამ ასე ვთქვათ იწყება მეორე აჯანყება 1895 წელი, მარტი ბრუნდება, იწყება მეორე აჯანყება, რა დროსაც ვთქვათ მარტი გმირულად იღუპება, ხო, ასე ვთქვათ ის მიუძღვის არმიას ცხენით და ასე ვთქვათ ის იღუპება უკვე 1800 თან იღუპება პირდაპირ. აი პირობითად ფეხბურთელს შეცვლაზე შემოიყვანენ და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღოს და ახლობით ასე დაემართა. ერთ-ერთი პირველი ტყვია მას მოხდა. კი, ნამდვილად. ამ დროს აუცილებელია ითქვას რა? ამერიკის პრესა. იმიტომ რომ სანამ გადახვალ მნიშვნელოვან ნაწილზე მე მაინც იმას გაგაჩერებ კიდე ერთხელ და ვიტყვი, რადგანაც მარტის ხშირად ესე ვერთმა ხოლმე მარტივად არის ის რომ მარტი არ იყო სამხედრო. იგი იყო ყველაფერი სამხედროს გარდა, ეს ყველა მიცოდა მისი რული კი მიანიჭეს, ასე ვთქვათ, ბრძოლის დაწყებამდე სამხედრო ტიტულატურა, ასე ვთქვათ, მაგრამ არაფერი ეცხო სამხედროსი. იგი 52 წლის ასაკში იღუპება, აი მართლაც ერთ-ერთი პირველი გასროლილი ტყვით. აქვე არის მნიშვნელოვანი, რომ მარტიმ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, იგი ამერიკაში აგროვებდა იარაღს და აგზავნიდა კუბაზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი შენ ამერიკა რადგანაც ახსენე სწორედ ამიტომ გაგაჩერე სინამდვილეში, ამ მეორე რევოლუციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკელები აკავებენ კუბის სამ გემს, სამ ინფორმაციას მიიღებენ ესპანელებისგან, რომელიც ეს გემი არის დატვირთული სრულად იარაღით და ჩამოართმევენ, ასე ვთქვათ, და ეს იარაღი აღარ მიდის კუბამდე, რაც ძალიან დიდი თავსატეხი იყო აჯანყებულებისთვის და აქ კიდევ ერთხელ ხედავთ ხო ამერიკის იმ პოზიციას. ერთის ხრივ მათ სურთ კუბის გათავისუფლება, თუმცა ეს არ არის იმ რაღაცა კეთილშობილური მიზნებით, რომ კუბა იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა, ისინი ასე ვთქვათ საკუთარი გავლენის სფეროდ და საკუთარ ასე ვთქვათ დომინაციის ქვეშ ყოფ ქვეყანად უყურებენ და ამას კუბელები ხვდებიან. მარტი რომელიც ხოსტე მარტიც ეს აბსოლუტურად მაგის თხოვნით. იეზუიტურ გიმნაზიაში ახალგაზრდა ფიდელის ერთ-ერთი საკითხავი იყო ნამდვილად ხოსე მარტის წერილები, სადაც ის ამბობს, რომ ჩვენ შეიძლება ესპანეთი ჩავანაცვლოთ ამერიკით და ახალი ვთქვათ ბატონი ჩავანაცვლოთ. და რაც სულაც არ უნდოდა. მარტი რამდენადაც იყო აღფრთოვანებული ამერიკული დემოკრატიით, იმდენად საფრთხეს ხედავდა აი ამ ასე ვთქვათ საგარეო პოლიტიკაში, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იკვეთებოდა და მართლაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. იქიდან გამომდინარე, რომ შემდგომ ფიდელ კასტრო მარტის მემკვიდრედ აცხადებს, ხო, თავს პოლიტიკაში იგი არის ხოსე მარტის მემკვიდრე და ამას ყურშებოდა ყველა კუბელი პოლიტიკოსი აქამდე ჩვენ მივალთ. თუმცა ეს იყო ის ასე ვთქვათ ჩანართი და ხო
რატო დავიწყე ესპანეთი ამ ირჩევს ასე ვთქვათ არა, მე მინდა რომ ამის ჩემი აი აღარ ვიზავ სიმღერას ვფიქრობდი, მაგრამ Guantanamera, ეს ცნობილი სიმღერა, რაც ყველა მიცის ხო დღეს. Guantanamo-ზე რო ვილაპარაკებთ, მაშინ ხო არ არა, ეს შეგვიძლია აქ ვთქვათ, ეს მარტის პოემიდან არის ასე ვთქვათ ეს სიმღერა და დღეს ეს ჩვენ ვიცით როგორც ასე ვთქვათ სალაღობო სიმღერა და ვინც ასე ვთქვათ ბევრს გაახსენდებოდა, ეხლა აღარ წავიღიღინებ Guantanamera, არის Guantanamera. ეს სიმღერა არის სინამდვილეში ძალიან პატრიოტული, ძალიან ესეთი ბრძოლის გამაღვიძებელი სიმღერა, რომელიც სიმღერად იქცა შემდგომ, არა და ხოსე მარტის პოემა არის. მოკლედ ეს არის რისი თქმაც მინდოდა და შენ ძალიან საინტერესო თავზე გადახვედი უკვე ყვითელ პრესაზე, ამერიკელების შემოსვლაზე და აქ კი გაცლი. ხო, აღარ ჩავეჭრები იმდენს. ირჩევს გადამწვარი მიწის პოლიტიკას, ანუ ჩვეულებრივად წვავენ და ასევე თქვათ აჯანყებულებიც, რაც იწვევს გამოხმაურებას უკვე ეს ამერიკულ პრესაში და ყვითელი პრესა ესე იგი ანტიესპანურ ისტერიას აღვივებს თავიდან ბოლომდე. აქ ესე ვთქვათ შეიძლება ითქვას ლირიული გადახვევა რომ ესპანეთის არმიაში ამ დროს მსახურობს ახალგაზრდა გალიციელი ანხელ კასტრო რომელიც ფიდელის მამაა და მაშინ ალბათ არ წარმოედგინა რომ მე ვთქვათ მიწათმფლობელი თვითონ გახდებოდა ღარიბი გლეხი რომელიც გაიწვიეს ჯარისკაცად ან შვილი ეყოლებოდა რომელიც მიწათმფლობელებს გაუყენებდა სხვა გზას არა იმ გზას და 1898 წლის თებერვალში გემი, რომელიც უილიამ მაკლინიმ გააგზავნა ამერიკული ინტერესების და მოქალაქეების. ეს არის მეინი, ხო, მე მგონი ეს გემი. ხო, სამხედრო გემი მეინი ფეთქდება. რა თქმა უნდა, დღემდე არ არის ცნობილი და არა ესე იგი ესპანელებს არა უფეთქებია დიდი ალბათობით, არავინ არ ამოწევს. ეგრე გონია შენ? მე არ წავაწყირო, თქვა ესპანელებმა აფეთქეს. ხო, არა, მე ეს არ იყო ინტრიგნული კითხვა, ეს იყო ის, რომ მაშინდელი ვერსია არის, რომ ესპანელებმა აფეთქეს, თუმცა ყველა დღეს თითქმის იმაზე თანხდება, რომ ტექნიკურად ბევრ გემს ემართებოდა ეს გაუმართავობა და სწორედ ამიტომ აფეთქეს. გემის, ასე ვთქვათ, ესე იგი აჩრდილი ამერიკის ომების ისტორიაში პირველი მსოფლიო ომი მოგვეხსენებათ ლუზიტანიის ჩაძირვა, ვიეტნამის ომი 1965 წელს იქ ასევე დაბომბვით, გემის დაბომბვით იწყება ესკალაცია, ანუ ეს გემის აჩრდილი ამერიკის ისტორიაში სერიოზული თემაა. და ფეთქდება გემი და უილიამ მაკინლი, ესე იგი საზოგადოებრივი აზრი და ასევე მისი ასე ვთქვათ საზღვაო მინისტრის მოადგილე მაშინ ნაკლებად ცნობილი თეოდორ რუზველტი ასე ვთქვათ ზეწოლა რომელიც მიევლინება კუბაზე რაღაც იმ პერიოდის JD Vance არის რომელიც გრენლანდიაში საჯარო იმიჯი ამაზე იყო მის ბრძოლაზე კუბაზე 19 აპრილს 1898 წლის ცხადდება ბლოკადა ესეც ჩვენთვის ცნობილია ხო დღეს ესე იგი ბლოკადა ომის ნაწილია უკანასკნელი შანსი რომ მიეყიდა ესპანეთს კუბა ამერიკისთვის ესპანეთის შანსი გამოყენებულ არ იქნა, მაგრამ ძანე? არა, გიორგი, იმის გამინდოდა, შენ რაც დაიწყე, მე გაგაწყვეტინე, მე ვსაუბრობ ყვითელმა პრესამ როგორ შეცვალა ფოკუსი. ხო, კუბა საერთოდ არ იყო იმ პერიოდის ამერიკული, ასე ვთქვათ, საზოგადოების ფოკუსში და მოგვიანებით ეს იწერება და იწერება ეს ისტორიები და ესპანელები გააგზავნიან იქ ახალ გენერალს ვეილერი იყო გვარად, რომელიც სხვათა შორის საინტერესოა იმითიც, რომ ერთ-ერთ პირველ საკონცენტრაციო ბანაკს აკეთებს ბანაკს, სადაც არის გლეხები და ის რურალურ ადგილებში დასახლებული ადამიანები გადაყავს, ვინც ეხმარებიან აჯანყებულებს, რადგანაც აჯანყებულებისთვის ეს ხალხი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მათ სახლებს ეფარებოდნენ, მათგან იღებდნენ სარგებელს. აქედან გამომდინარე, მართლაც ძალიან ბევრი სისასტიკე ხდებოდა, თუმცა ბუზი თუ არა, ასე ვთქვათ, ძაღლის პილოტს წარმოჩენა ხდებოდა შემდგომ ამერიკულ მედიაში და ამას ვინ აკეთებდა, შეგიძლია გამახსენო. უილიამ რენდოლფ ჰერსტი იყო ასე ვთქვათ. და ბატონი პულიცერი, რომელიც დღეს ჩვენ ჯილდოს სახელით ვიცით, თუმცა იმ პერიოდში როგორც ასე ვთქვათ, ცოცხალი ადამიანი, მნიშვნელოვნად ეხმარებოდა კუბელებს თავიანთი მედია ომის წარმოებაში. კი ბატონო და ამ ყველაფრის ფონზე 1898 წლის 25 აპრილს ამერიკა ომს უცხადებს ესპანეთის იმპერიას. მაშინ ესპანეთი ჯერ კიდევ იმპერია იყო და ძალიან მალევე თეოდორ რუზველტიც მონაწილეობს. წინააღმდეგობა რა თქმა უნდა ესპანეთი მილევად რეჟიმში იყო მაშინ და უკვე 17 ივლისს ესპანეთის ჯარი თქვათ ნებდება და საბოლოოდ თქვათ პარიზის სამშვიდობო შეთანხმებით 10 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ფილიპინებს,
პუერტო-რიკოს, რომელიც დღემდე ამერიკის ტერიტორიაა და კუბა. კუბაც ხდება პუერტო-რიკო უნდა თქვა ტრამპებით ოღონდ. ხო. პუერტო-რიკო. და რომელიც სხვათა შორის პუერტო-რიკოზე დაბადებულები ამერიკის მოქალაქეები არიან. ბატონო. და კუბაც ხდება, ასე ვთქვათ, ამერიკის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ. და მანდ ერთი დეტალი არის, რაც მე რო გამახსენდა, ვემზადებოდი დღევანდელი ეპიზოდისთვის, ცოტა არ იყოს უკრაინის სიტუაცია გამახსენა. კუბელები მოლაპარაკების მაგიდასთან ახლოსაც კი არ დასვეს, არადა ეს ხალხი დეკადების განმავლობაში საკუთარი დამოუკიდებლობისთვის ესპანელების წინააღმდეგ იბრძოდნენ. ამიტომ ეს რაღაცა თანამედროვეობასთან ბევრი დეტალი ქედმაღლობა ის საკითხი რო თქვა კუბის არმია ასე თქვა ინტეგრირებული იყო ხო შავკანიანებით იბრძოდნენ ამერიკის არმია არ იყო მაშინ ინტეგრირებული ეს ქედმაღლობა ტკივილად კუბელებს ნამდვილად დარჩათ და 1898 წლის შეთანხმების საფუძველზე 1 იანვარს ეს იანვარიც მნიშვნელოვანი ის არის მოვინიშნოთ ეს თარიღი მსმენელებო და მაყურებლებო ესპანეთის დროშა ეშვება და ამერიკის დროშა აღიმართება ჰავანაზე აღიმართება ჰავანის თავზე ფრიალებს ამერიკის დროშა. რაც კუბელებს სულაც არ უნდათ სინამდვილეში. მათ არასდროს არ უფიქრიათ იმაზე, რომ ერთი დამპყრობელი მეორეს უნდა ჩაენაცვლებინა. და რა ვუყოთ კუბას, ასე ვთქვათ, ამერიკის დღის წესრიგში, ასე ვთქვათ, ბრუნდება იმ კუთხით, რომ როგორ, ასე ვთქვათ, რა უნდა იყოს კუბის ადმინისტრაცია. საბოლოო ჯამში ეს ასე ვთქვათ ეს სამხედრო ადმინისტრაცია გასტანს 1902 წლამდე, რა დროსაც რა თქმა უნდა ეს ხდება თავისი პრობლემებიც იყო იქ რაღაცები აშენდა ეკონომიკური ინტერესების გამო. საბოლოოდ კუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ და ესეთი მაფორმირებელი გადაწყვეტილება ეს არის პლატის შესწორება, ხო? ეს პლატი გახდათ სენატორი კონექტიკუტიდან, რომელიც ჯერ თქვათ ამერიკის კანონს დაურთავს შესწორებას, რომელიც მერე წარედგინება კუბის საკონსტიტუციო კრებას, რომელიც სხვათა შორის 5%-მა აირჩია, ხო, მოსახლეობის, ესეც თქვათ ამერიკამ მხოლოდ დიდრებმა და მიწათმფლობელებს შეეძლოთ არჩევა, რომელიც წარმომადგენლობითი ნაკლებად ეთქმის ამ ასე ვთქვათ კრებას. და თქვათ სიტყვით გადაიწერება კუბის კონსტიტუციაში. რა არის ეს პლატის შესწორება? ეს არის პირობები, რომლითაც ამერიკა თანხმდება, რომ კუბას მიანიჭოს დამოუკიდებლობა. რომლის თანახმადაც კუბას მონროს დოქტრინა, კუბას ეგრძალება სხვა თქვათ სახელმწიფოებთან სამხედრო კავშირი, სამხედრო ბაზების განთავსება. მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატები იტოვებს უფლებას, რომ ჩაერიოს და ინტერვენცია განახორციელოს კუბის შიდა საქმეებში, რომ აღადგინოს წესრიგი, დაიცვას დემოკრატია, დაიცვას კუბელებისთვის სასარგებლოდ ეს არის ოფიციალური ასე თქმა უნდა, ესე იგი კარგი მმართველობის შენარჩუნება და ასევე ფართო მაყურებლისთვის ცნობილი საკითხი გუანტანამო, ხო? კუბა სამუდამო იჯარით გადასცემს ამერიკის შეერთებულ შტატებს ტერიტორიას, სადაც შემდგომში აშენდა სამხედრო ბაზა, ეს გუანტანამოს ბაზა, რომელიც არ არის ამერიკის ტერიტორია, ეს არის კუბის ტერიტორია, თუმცა იქ სამუდამო იჯარით, ანუ ამერიკა უნდა დათანხმდეს ამ იჯარის გაუქმებას, რომ ეს გაუქმდეს, არის სამხედრო ბაზა, რომლის თქვათ ჩეკს $4085 ყოველთვიურად დღემდე ამერიკის შეერთებული შტატები უგზავნის კუბის ხაზინადარს, თანამდებობა, რომელიც გაუქმდა 1959 წლის შემდეგ და მხოლოდ ერთხელ გაანახდა ფიდელ კასტროს თავრობამ შეცდომით ეს ჩეკი, იმიტომ რომ კუბის თავრობა 1959 წლიდან მიიჩნევს, რომ ეს არის უკანონო ოკუპაცია და არ აღიარებს ამერიკის უფლებას, რომ კონდეს გუანტანამოში სამხედრო ბაზა. კი, სხვათა შორის წარმოვიდგინოთ სურათი და აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ნელ-ნელა პირველი ეპიზოდის დასასრულთან მივდივართ, რადგანაც კიდევ ბევრია სასაუბრო და ამას შემდგომი ეპიზოდებისთვის დავიტოვებთ. უნდა ვთქვათ, რომ საბოლოო ჯამში პლატის შესწორება არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური საკითხი. მცირე დროის განმავლობაში კუბელების თვალში ამერიკელები იყვნენ მოკავშირეები, თუმცა მალევე კარგავს ამერიკა ამ სტატუსს და პრინციპში თუ კი სრულად არა, ეტაპობრივად ანაცვლებს ესპანეთს, როგორც გარე, ასე ვთქვათ, ძალას, რომელიც კონტროლს და წესრიგს უწესებს კუბას, კუნძულს, რომელიც საკუთარი დამოუკიდებლობისთვის 10 წლეულობის განმავლობაში იბრძოდა. თავად ეს პლატის შესწორებაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერვენციის უფლება, ასევე პრაქტიკულად ყველა ტიპის საგარეო პოლიტიკურ აქტსა თუ ქმედებაზე ჭირდება ამერიკას ჰქონდა ვეტო.
უუფლებო სტოვებდა კუბას, ეს შეიძლება ყოფილიყო სავაჭრო შეთანხმება, სამხედრო შეთანხმება, არ ვიცი, კულტურული შეთანხმებები ალბათ ნაკლებად დაინტერესებდათ და გუანტანამოს ბაზა, რომელიც შენ ახსენე და გუანტანამოს ბაზა ხშირად დღეს ერაყის ომის კონტექსტში ახსენდებათ შემდგომი განვითარებული მოვლენებისა, თუმცა ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სანაოსნო, ასე ვთქვათ, პორტი თავის დროზე. აქ უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ამერიკა ცდილობს დომინაციას საზღვაოსნო ნავიგაციის კუთხით და მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, წერტილს წარმოადგენს გუანტანამოს ბაზა ამ კუთხით, მოკლედ კონტექსტი სულა აქ ამ ბაზას. საბოლოო ჯამში ხდება ის, რომ ფორმალურად კუბა 1902 წლის 20 მაისს ხდება კუბის რესპუბლიკა. ყველა იმ შეზღუდვებით, დათქმებით და თქვათ ქვეტექსტებით, რომელიც ჩვენ გავიარეთ, მაგრამ ცხადდება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ასე ვთქვათ, ჩემი შეგრძნებაა, რომ მაშინდელი კუბელები ალბათ ტარანტინოს მიმიროარი, აი აქეთ-იქით იყურებოდნენ, რომ შეიძლება ჩვენ ამისთვის სულაც არ ვიბრძოდითო, იმიტომ რომ მართლაც გაურებული გზნობები ჰქონდათ. ერთის მხრივ მათ დაამარცხეს იმპერია და მიიღეს სანუკვარი დამოუკიდებლობა, მეორეს მხრივ აბსოლუტურად ახალ რეალობაში აღმოჩნდნენ, ხო და აქ სანამ დავიმშვიდობებით ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს, უნდა უთხრათ, რომ გარდა ამისა ამერიკას ძალიან დიდი ფინანსური ინტერესი აქვს, უკვე არსებობს ინდუსტრიები, რომელსაც ამერიკელი ანტერპრენერები მართავენ კუბაზე. შესაბამისად, კუბის კონტექსტი, აი ნაბიჯ-ნაბიჯ მნიშვნელოვანი ხდება ამერიკის კუბა. მნიშვნელოვანი ხდება ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის. პირველი ეპიზოდი შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ დავამთავროთ, ხო? თუმცა არა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. ჩვენთვისაც ეს ექსპერიმენტი იყო იმ გაგებით, რომ 6 წლის შემდგომ პირველად გადავწყვეტეთ ერთად საერთო პროექტის გაკეთება. სავარაუდოდ ჩვენ გვექნება კიდევ 5 ეპიზოდი, თუმცა თუ კი თქვენი გამოხმაურება და ინტერესი იქნება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება, შეიძლება უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ეპიზოდიც კი ჩავწეროთ დაინტერესებიდან, მოვლენებიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, რადგანაც კუბის ისტორია ბევრად უფრო სავსეა ქარტეხილებით და ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ეს მხოლოდ ფიდელის მიერ განხორციელებული რევოლუცია, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და დღემდე კონტექსტი აქვს. დიდი მადლობა ველით თქვენ გამოხმაურებას და იმედია წარმატებულად წარიმართება ეს ჩვენი პროექტი. ხო, კი ბატონო. მე ვიყავი ზაზა აბაშიძე, გიორგი ხატიაშვილთან ერთად ვცდილობდით თქვენთვის კუბაზე მესაუბრა ჩვენი პოდკასტიდან, რომელსაც კუბა ლიბრე ჰქვია. გამოყვებით რეალ პოლიტიკის სხვადასხვა პლატფორმაზე და მხარი დაუჭირეთ ჩვენს მედიას. მადლობა.